გურჯაანისა და ველიციხის მართველი ეპარქიის მართველი მღვდელმთავრის მეუფე ექვთიმე ლოცვა კურთხევით 9 ნოემბერს გურჯაანში პატრიარქისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. საღამოში მონაწილეობენ პატრიარქის ნათლულების ანსამბლის საგალობელი მაია მიქაბერიძის ხელმძღვანელობით და ანსამბლი გურჯაანი ილია ბათოაშვილის ხელმძღვანელობით და ეს ქალბატონი და ბატონი ანსამბლის ხელმძღვანელები ჩვენი სტუმრები არიან. მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისათვის. მოკლედ დიდი სიხარული აულებოთ მათთვის გურჯაანშია გურჯაანთან ხოლსა თუ არა და აქვეა გურჯაანი და თბილისთანაც ბერშეული ზავედეს და ეთუნება პატრიარქს ხადია და აი მაია თქვენი დავიწყებთ გითხარით ღონისძიების შესახებ რა ღონისძიებაზე საუბარი რა წარადგენთ რას მოისმენს მაყურებელი სვენელი რომელიც მოვა ამ ღონისძიებას ძალიან ლამაზი ღონისძიება დაიგეგმა ყოველთვის გვაქვს სურვილი რომ ჩვენი გუნდით ვეწვიოთ სხვადასხვა ეპარქიებს და ესეთი დიდი ინიციატივა გამოითქვა გურჯაანის მხრიდან რისთვისაც მადლობა მინდა გადაუხადო და მასპინძლობს სიტყვოთი და სიყვარულით გურჯაანი 9 ნოემბერს ჩვენ ვესტუმრებით სრული შემადგენლობით 100-ზე მეტი ნათლული ჩავალთ გურჯაანში წარმოადგენთ პროგრამას საკონცერტო პროგრამას და ერთობლივი ღონისძიება იგეგმება სადაც ანსამბლი გურჯაანი მიიღებს მონაწილეობას ასევე ბავშვთა ანსამბლი გურჯაანი და სალოტბაროს სკოლის ლევან მოლაშვილის სახელობის სალოტბაროს სკოლის ანსამბლი. დიახ, აი ესეთი მსუყე ღონისძიება და ასევე რამინ მიქაბერიძეც იქნება ერთ-ერთი მონაწილე ამ ღონისძიების. ეს განსაკუთრებული საერთოდ ნამდვილად. ბატონილია, თავად რეპერტუარის შესახებ რომ ვისაუბროთ, არის ეს განახლებული თუ უკვე კარგად მოგესალმებით პირველ რიგში სანამეთქეს მაყურებელს. ყოველთვის ასეამონა ხოლმე თქვენ ტელევიზიაში მომძანება, იმიტომ რომ ესეთი უფრო სხვა კიდე პასუხისმგებლობას გრძნობთ ხოლმე და მინდა ძალიან დიდი მადლობა მაიკოს გადაუხადო, იმიტომ რომ ჩვენთვის ნამდვილად პატევია. მე უკვე ბავშვებს ვუთხარი, ბავშვთა გუნდს რომ ძალიან დიდი мотиваცია იქნება მათთვის ამ გუნდის მოსმენა, იმიტომ რომ საოცარი ბავშვები არიან, თან პატრიარქის ნათლულები არიან და მინდა გითხრათ, რომ იქ დაგხვდებათ კიდევ პატრიარქის ნათლულები ბევრი, ზოგი ჩვენი გუნდის წევრებიც არიან და ასე რომ ხო და რაც შეეხება ამ ღონისძიებას, ხო მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო მთავარანგელოზის მიქაელის სახელობის ტაძრის წინამძღვარს ბატონ ვაჟასონ მამა მღვდელს ვაჟასონ გულაშვილს, იმიტომ რომ ის არის ძალიან ესეთი აქტიური ადამიანი, რომელიც სხვადასხვა ამ ღონისძიებაზე დიდი ხნის წინ ვსაუბრობდი ჩვენ და ბოლოს მაინც გადავიკვეთეთ და სასიამოვნოა ჩემთვის რომ მაიკოსთან ერთად ხო რაც შეეხება ჩვენი მხრიდან მონაწილე ზუსტად ესეა რომ დიდი ანსამბლი ფოლკლორული ანსამბლი გურჯაანი მიიღებს მონაწილეობას ბავშვთა ფოლკლორული გუნდი ასევე გურჯაანი რომელიც დაფუძნდა ამ დიდი ანსამბლის ბაზაზე და აქედან გამომდინარე კიდე 2014 წელს ბატონ დავით ცინცაძის ინიციატივით და ჩვენთან და რა თქმა უნდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ხელშეწყობით გაიხსნა სალოტბაროს სკოლა ლევან მუღალაშვილის სახელობის ადამიანის რომელთან ძალიან ფაქტობრივად სასულიერო და საუფრო საერო ისეთი ბევრი ქართკახური სიმღერების აღდგენა პოპულარიზაცია არის დაკავშირებული. რაც შეეხება კონცერტს და რეპერტუარს ეხლა ვიტყვი რომ მრავალი ეხლა ძალიან ბევრი არჩევანი გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ მაინც უფრო ისეთი რეპერტუარის წარუდგებით ჩვენ, რომელიც შესაბამისი იქნება თვითონ ამ პატრიარქისადმი მიძღვნილ კონცერტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, საერო სიმღერები, უფრო ქართკახური რეპერტუარით, მაგრამ ჩვენი მხრიდან ჩვენი მოსიჯავ და იქ საგალობლებიც, რა თქმა უნდა, იქნება. მე უკვე ექვთიმის უკვე ბრძანეთ რომ გურჯაანის და ველიციხის მთავარ ეპისკოპოსის მღვდელმთავრის ექვთიმეს ლოცვა კურთხევით ხდება და მიხარია რომ გურჯაანს აქვს საშუალება კიდევ თქვენი ერთ-ერთ გადაუხდი მადლობას პატრიარქის ნათლულებს გალბატონ მაია მიქაბერიძეს რომ ჩამომბრძანდება და ვფიქრობ რომ ესე არ გამომიდის, მაგრამ ღირსეული დახვედრა იქნება, იმიტომ რომ მოიწყობა იქ მთავარანგელოზის ტაძარში არის სამრევლო სკოლა, რომელიც ბავშვები გამოფენას მოაწყობენ, იქ წინაპირობაც არის და მაიას ბოდის მოუხდი ცოტა მეტი საუბარი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ ბატონ რამინ მიქაბერიძე იქნება ჩვენთან და მთელი რაიონი და ტრადიციული მუსიკის მოყვარულები, შემსრულებლები ყველა ელოდება და ჩვენთვის არის თქვენ შანსი და ძალიან დიდი პატივი თამათ ვიტყვი, იმიტომ რომ ბატონ რამინის სიმღერებზე მე პირადად გაზრდილი ბევრი თაობა გაზრდილი და რაღაც ისე მოარგებთ რეპერტუარსო საინტერესო იყოს და მასპინძელი კულტურის ცენტრია ბატონ ბექა სამღოლაშვილის ხელმძღვანელობით
დირექტორი ზანდება სოთაშევის ბექა რამოდენიმე წლის წინ წამოვიდა ჩვენთან ერთად მოვაწეობს და რაღაც საინტერესო ამბებს ვაკეთებთ. მაია, კახური სიმღერა გაქვს რეპერტუარში? რა თქმა უნდა გვაქვს, მაგრამ ეხლა ვუთმობთ მთლიანად კახეთს თავის მარგალიტებს და ჩვენ შერეული ესეთი ჟანრობრივი რეპერტუარით წარვსდგებით გურჯაანის მაყურებლის წინაშე და მოვეფერებით ერთმანეთს, იმიტომ რომ ეს არის პატრიარქისადმი სიყვარულის გამოხატვის ეს ფორმა გვაქვს, ჩვენ ხელოვანი ხალხი ვართ და ასე გვინდა მადლიერება გამოვხატოთ ჩვენი უწმინდესის წინაშე და გავერთიანდებით დიდი სიყვარულის ქვეშ. ჩვენ ხიად ბრძანდებით ხოლმე ჩვენი გადაცემის სტუმარი, ჩვენს არაჩვეულებრივ ანსამბლთან ერთად და გვინდა გკითხოთ თუ არის რამე სიახლეები თქვენთან ანსამბლში და მოუყვეთ ამ დეტალების სიახლეები არის ის რომ ახალი წევრები შემოგვიერთდნენ, გეგმები გვაქვს ახალი, არ მინდა დავასწრო მოვლენებს, მაგრამ ძალიან დიდი ღონისძიების დაგეგმვას ვაპირებთ, უფრო სწორად დაგეგმილია და გაზაფხულზე მოვალთ თქვენთან ძალიან სუყე სიახლეებით და მანამდე გვჭირდება ბევრი შრომა, რა თქმა უნდა და ასევე გვინდა რომ სხვადასხვა ეპარქიებს ვეწვიოთ ჩვენი გუნდით და მე რამდენადაც ვიცი ამ სხვადასხვა ეპარქიებში არ მარტო საქართველოს ეპარქიები გვიყვარს. არსებული ჩვენი ეპარქიები და ვიცი რომ ამოდაც მუშაობთ. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს რომ შედგეს აი ეს გასვლითი, ასეთი, იმიტომ რომ ჩვენ ათენში ძალიან კარგი ღონისძიება გვქონდა და ესეთი თვითონ გამოხმაურება იყო ისეთი, რომ პატრიარქის ნათლულთა გუნდი, ეს მოგხსენებათ რაღაცა ესეთი მნიშვნელოვანი განსაკუთრებული შემთხვევა და ამ განსაკუთრებულ შემთხვევას დიდი მადლიერებით უყურებენ და რაღაცნაირად ყოველთვის ესეთ პატივისცემის გარემოცვაში ვართ და ამისთვის კიდევ ერთხელ ყველას თითოეულ მსმენელს მადლობა იმას, ვისაც პატრიარქი უყვარს, ვისაც ჩვენი გუნდი უყვარს და კიდევ გურჯაანს დიდი მადლობა. ვიცი რომ 9 ნოემბერს გავერთიანდებით. მამაოჯას მინდა ძალიან დიდი მადლობა მოუხადო, ისე ძალიან ისეთი ახალგაზრდა. ძალიან მონდომებული. დიახ და ფიქრობ რომ ეს ერთი პირველი არ იქნება და ალბათ აქტივობები ბევრი იქნება და საინტერესოა, იმიტომ რომ ერთი გუნდები ერთმანეთს გაიცნობენ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ და არც თუ ისე რთულია ეს ყველაფერი, როდესაც სიყვარულია აი ამ ყველაფრის მიმართ და აი მამავაჟას მართლაც განსაკუთრებული მადლობა, იმიტომ რომ ისეთი ანთებულია და ისეთი დიდი სიყვარულით ჩაუდგა ამ ღონისძიებას სათავეში, რომ რომელ საათზე გაიმართება? მე მინდა რომ გურჯაანის 3 საათზე თამიშონა რომ დასრება თავისუფალია. 3 საათზე, კიდევ 3 საათზე. მთელი ჩვენი რა თქმა საავადმყოფო სკოლების გუნდები ასე თქვათ მობილიზებულია და კი, იმიტომ რომ გეწვევით რომ პატრიარქის ნათლულთა გუნდი საკმაოდ ისეთი საკმაოდ მაღალი გამოირჩევა, მაღალი საშემსრულებლო. დიდი მადლობა. ოსტატოვი და რა ვიცი, მართლა ესე მე უთხარი ბავშვებს კიდევ რომ ძალიან ისეთი გელოდებათ, საინტერესო, რა თქმა უნდა მშობლებსაც ყველას რომ საინტერესო კონცერტი. ბატონო ილია, ანსამბლ გურჯაანის როგორც უფროსი ასე უმცროსი თაობის წარმომადგენლებს ამ ანსამბლებს თუ გაქვთ რაიმე ახალი ღონისძიებები კიდევ ჩანიშნული და საომავლო გეგმები როგორია თქვენ? კი, როგორ არის, მაგალითად საავადმყოფო სკოლის ანსამბლი მაგალითად უკვე ჩაერთო ხალხურს მიიღო მონაწილეობა. ეს თავისთავად ძალიან დიდი мотиваცია განვითარებისთვის და მე მინდა აღვნიშნო რომ ანსამბლი გურჯაანი ფინალში როდესაც იყო უკვე ხო აი როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ იქაც გადაცემაში ძალიან აი ესეთი კონკურსები ხო არის ძალიან მნიშვნელოვანი აქედან მადლობა მინდა ხალხურის ორგანიზატორებს ყველას უთხრა იმიტომ რომ გუნდის განვითარებისთვის სიახლე ის არის რომ ჩვენს გუნდშივე გაზრდილი ბიჭები, ბიჭუნები და ბიჭები გაუგე კაცები არიან პედაგოგები ჩვენს სოფლებში გუნდების ხელმძღვანელობა და ეხლა ჩვენ ძალიან ბევრი ის გვაქვს რა ქვია, ბევრი როგორ კარგი და ისე სწორად მიმართული გეგმები, იმიტომ რომ ვაპირებთ კონცერტს თბილისში, ალბათ გაზაფხულზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ეს ერთი ალბომის ჩაწერა, მეორე ძველი სიმღერების უკვე გურჯაანული კილოკავისის ამ სიმღერების დამკვიდრება, წიგნიც კი გამოვიშვა, მასთან დაკავშირებით თქვენთან ვიყავით მე და ბატონ დავითი, მაგრამ მე ვიძახი რომ 10 წიგნი და 100 წიგნი რო გამოვიშვა, თუ თვითონ რეპერტუარით პრაქტიკულად არ დამკვიდრე, იმ წიგნს
თებშესხმა არ იქნება და განსაკუთრებით მინდა თქვა ილია როგორ შრომობს ახლა უბრალოდ ჩაგერ თამაში იმიტომ რომ შრომა რა ვიცი ძალიან ბევრ ახალგაზრდას ზრდის ქართული სიმღერის სიყვარულით სწორად ზრდის ისე რომ შემდეგ უკვე ოფლებიან ამას როგორც სპეციალობას და საბედნიეროდ ბევრი სტუდენტი გვყავს ჩვენ თეატრალურ უნივერსიტეტში მინდა აღვნიშნო თვითონ და ეს იგრძნობა ყოველთვის შედეგზე შეწყობის გარეშე არ არსებობს და რა ვიცი გვაქვს გეგმები ამ გეგმების შესახებ ალბათ მე ისედაც ვისაუბრებ საზოგადოებაშიც რა თქმა უნდა და საინტერესო და კარგისა რომ ანსამბლი გურჯაანი შეივსო ახალი სისხლით და დიდი მადლობა უფროს თაობას მოგცეს ტკბილად გემრად მათთან ერთად გამოცდილებას ახალგაზრდები იღებენ და ახალგაზრდები ამ ღონისძიებების ჩართვით უფრო მეტად მოტივირებული და გამოცდილები ხდებიან და ვფიქრობ რომ რაღაცი კარგი შემადგენლობით წავსდგებით სამომავლოდ კონცერტებს. მადლობა გიხდით მობრძანებელს გისურვებთ წარმატებას და მოკლედ გურჯაანში კვირას 3 საათზე გეულობთ არაჩვეულებრივი ღონისძიება პატრიარქისადმი მიძღვნილი ორი ანსამბლის გაერთიანება სხვა აქტივობები და რა ვიცი კვირა დღეს უფრო კარგი რა შეიძლება იყოს თან კახეთში. არაჩვეულებრივი საღამო ელოდება ნამდვილად. პატრიარქის ნათლულობის ანსამბლ საგალობელის ხელმძღვანელი მაია მიქელბერიძე და ანსამბლ გურჯაანის ხელმძღვანელი ილია დათუაშვილი ხტურობდნენ.